გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება და კარგი განწყობა. Ვიწყოთ დღეს ჩვენი დღევანდელი ტურის ჩვენება, როგორც ვაკეთებთ და რატო დავიწყე დღევანდელი ტურის ჩვენება. ეხლა მე ვიმყოფები თქვენ მოგეხსენებათ მახავე, მაჯავე, რა უფრო სწორედ მახავე ქვია უდაბნოს, რომელიც კალიფორნიასა და ნევადას შორის არის. ყველაზე საშინელი უდაბნო, გულისხმობ იმას, რომ სიცხეა და ფაქტობრივად რეკორდები აქ დამყარდა სიცხიდან გამომდინარე და ესეთი როდროგისია ქალაქი და მე მივდივარ ასაღები მაქვს რაღაცა ტვირთი და წერია რომ სიკვდილის უდაბნოსკენ უნდა წავიდეთ რა. ესეთი პოლიციელი გავიდე იქა. პოლიციელი დგას, ანათებს და ეხლა ახდება მეგობრებო, ესე იგი ჩვენ მოვდივართ უდაბნოში, მოდიჯერ გავიდეთ. და ეს უდაბნო არის თავისი სპეციფიკური, წარმოიდგინეთ, სიკვდილის უდაბნო ქვია. მოდიჯერ გავიაროთ, ეს მაინც ეს პოლიციელი რაღაცას მწვერია თუ რაღაცა მშენებლობა მიდის თუ რაღაცა კონსტრაქშენი მიდის და მწვერია და ეთქვა პოლიციელი სპეციალურად ადგას რომ დიდი სიჩქარით არ გავიაროთ. ტრაქტორი რაღაცას თხრის. ამერიკელებს ხო იცით ყოველთვის უყად რაღაცა რო ხდება. გაგავთხილებ რაღაცა არაფერი ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი მიდის და მტვერია გარშემო ეს ქვიშის მტვერია. პირველად ამ უდაბნოს შესახებ მოგეხსენებათ მე პოლ ბრეკის მიმდევარი ვარ, შეგახსენეთ ვინ იყო პოლ ბრეკი. პოლ ბრეკი იყო რომელიც წიგნები აქვს დაწერილი შიმშილით უნარობა, მაგას ასეთი მეთოდი ქონდა რომ კვირაში ერთი დღე უნდა იშიმშილოს 24 საათი, სამ თვეში ერთხელ 3 დღიანი, 6 თვეში 6 დღიანი და ამტკიცებდა რომ ეს ადამიანი იყო 98 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. აი უპირატესად სურავე ხოლმე. როდესაც პოლიციამ გაიარო საკაცს. 98 წლის ასაკში ტრაგიკულად დაიღუპა. ეს სერფინგი რო არის წყალში რო ესე დადიან ოკეანეში 98 წლის ასაკში და მისი ორგანიზმი რო გაჭრეს ბიოლოგიურად ქონდა 45 წლის ასაკის ისა ბიოლოგიური თვისებები ქონდა. ეს 98 წლის ასაკში ისე შეინარჩუნა თავისი ფიზიკური მდგომარეობა. ეხლა მაშინ ძალიან პოპულარული წიგნი იყო, მაშინ 86-87 წელს ჩამივარდა ეს წიგნი და მეც ასე მივსდევდი ამ პოლ ბრეკის მეთოდებს და ეხლა კვირაში ერთხელ შიმშილობ, ეხლა ბევრს არ შიმშილობ, ძალიან კარგია და თუმცა იძახია რომ ისო იტყუებოდაო და სიმართლე არ არის რომ რაც მაგან დაწერავდა როგორც არის, მაგრამ მე არ ვიცი, მე დღემდე მჯერა და მისი მიმდევარი ვარ, რასაც ქვია შიმშილობით შენი ორგანიზმის ფორმაში მოყვანა. ხოდა იქ რამდენიმე წიგნი აქვს, 3 წიგნი აქვს დაწერილი ამ პოლ ბრეკს. და ერთ წიგნში აქვს აღწერილი ამ უდაბნოში, ესე იგი სიკვდილის უდაბნოში რამდენიმე ახალგაზრდა შეეჯიბრა რა, მაგი უკვე იყო რაღაც 75-80 წლის ასაკში და აი ეს მთელი უდაბნო დიდია, ეხლა მთელი ლას-ვეგასი გონიათ რაღაცეთი 500-400 მილამდეა რა თეს სიგრძეში და აი ეს უწყლო გველებში, იმეებში გაიარა და აჯობა იმ ახალგაზრდებს. პოლ ბრეკმა ამას თავის შიმშილობით და თავისი მეთოდებით მიაღწია ამ წარმატებულად. წარმოიდგინე ხა ისევ მეორდები 98 წლის ასაკში ქონდა 45 წლის კაცის ორგანიზმი ბიოლოგიურად. თუმცა ამ შიმშილობას რომ მიხედა დაიწყო ამ შიმშილობით თავისი ორგანიზმის გამოჯამთელება იყო სადღაც 55 წლის ასაკში დაიწყო შიმშილობის გამოყენება და ისე მიაღწია რომ ჯამთელი ადამიანი 80 ვიცი ახლა მე რო დავსვა ახლა ოკეანეში იმ ფერცინგზე ვერაფერს ვერ მოახერხებ, იმიტომ დიდი ენერგია გჭირდება.
ოდამ რას ვიძახე და აი ამ უდაბნოზე ქონდა მას საუბარი, სიკვდილის უდაბნო, მე გადავავლე თვალი. წარმოიდგინეთ, აქ რეკორდი საჰარაზე და აფრიკაში არაბულ ქვეყნებში ხო რამდენი უდაბნოა და აქ ზოგი ისეთი სიცხეა ხოლმე სტატისტიკურად აქაურმა სიცხემ, იქაურ სიცხეს აჯობა, როგორც ვიცი 72 თუ 69 გრადუსამდე ავიდა. თუმცა შაშან იყო კუვეითში დააფიქსირეს 67 გრადუსი იყო სიცხე უდაბნოში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უდაბნო გინესების რეკორდში ჯერჯერობით პირველ ადგილზეა თავისი სიცხიდან გამომდინარე. ეხლა არ არის ესეთი სიცხე, ეხლა ჩემთან არის 31 გრადუსი ცელსიუსი. მაგრამ ეხლა კი უდაბნო, მაგრამ უდაბნოში აი ეხლა ერთი ქალაქი ხო გავიარე და იქით იყო ჯარისკაცები იყვნენ და იქით სასაზღვრო ის იყო რა კონტროლი და იქით არ უშვებდნენ. და რა ხდება და გამომიშვეს აქეთ და გზით. და ეხლა კი არის ეს უდაბნო, თქვენ იცით რომ ეს ეხლა ჩვენ ვიმყოფებით 80 მეტრით წყლის დონიდან ქვემოთ. მაჯავეს უდაბნო და ერთობლივად საინტერესოა ხო? წყლის დონიდან ქვემოთა ვართ. აი ხა თები რო არის გადახვარ იქით ოკეანე, იქით კი ლოს-ანჯელესია ცოტა შორს ოკეანე, მაგრამ აი ხა გეოგრაფიულად 80 მეტრით ქვემოთა ვართ ზღვის დონიდან. და კი არის უდაბნო, მაგრამ საკმაოდ დიდარია. არის პატარ-პატარა საწარმოები, რომლებიც აწარმოებენ წიაღისეული ამოვაქვთ რა, მიწიდან, რომელიც საკმაოდ კარგია და ქიმიური ნივთიერების და სასოფლო-სამეურნეო სასუქებისთვის ერთ-ერთი უმდიდრესი და საკმაოდ სასარგებლო წიაღისეული მოიპოვება ამ უდაბნოში. ჩვენ აქ დამყოფები ვართ, ერთხელ მივედით მაშინ წამოვიღეთ და მგონი ისევ იმ ადგილას მივიდვარ, ხა მისამართი ზუსტად არ მახსოვს. მაგრამ ნახეთ ეხლა შუბთა უდაბნოში რა კაი გზა არის, იმიტომ რომ ეხლა სადაც ფულია, ეხლა როიცი რომ ისინი ნაწარმოები საქონელი და კომერციულად გამართლებულია და შემოსავალი გაქვს, გზა რატო უნდა გააკეთო, მით უმეტეს ამერიკელებს ასეთ რაღაცები არ ეშლება. ერთ სიტყვით ვიმყოფებით მაჯავის უდაბნოში. ყველაზე მდიდარ უდაბნოს, ასე რომ ვთქვათ, რატო ვიძახე მდიდარს, ეხლა მაგალითად საჰარაც ხო დიდი უდაბნოა, მე ვთქვათ იმეებში, აქვე არაბულ ქვეყნებშიც ბევრი უდაბნოებია, მაგრამ ისეთი მდიდარი არ არის როგორც ეს. ეხლა არაბული ქვეყნები და ისინი კი, ვთქვათ, ნავთობს მოიპოვებენ და ნავთობი ამოვაქვთ იმ უდაბნოებიდან და გაზი. თავისთავად ეხლა როგორც ვიტყავთ, ნავთობი და გაზი მსოფლიო ეკონომიკას და პოლიტიკას ეს ჩვენ მოგვეხსენება, მაგრამ აი ეს უდაბნო უფრო მდიდარია, თავისი ქიმიური, ფაქტობრივად მენდელეევის მოწავლიეთ მენდელეევის ისეთი იშვიათი ელემენტები აქვს, რომ ამერიკის ეკონომიკაზე ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ეხლა მე თავიდან გამიკვირდა, ეხლა მაინც ეს ბუჩქები ხო საქსაური და კინოებში რო ქონდა, აი ხა საჰარაში რო ეს სუფთა ქვიშა რატომაც ის ადგილი მეგონა რომ ყოველთვის უფრო ცხელი იყო და არა სხვათა შორის ამან უფრო აჯობა. თუმცა მცენარეულობა მაინც არის. თავისთავად როგორც ვიცი ცოცხალი გველები და ისინიც კი ერიდებიან, იმდენად სიცხეა, მაგრამ მაინც რაღაცა მწერები არის, მაგრამ როგორც აი ტარს იმიტომ ეძახიან რომ ცოცხალი არსებები არ არის, თუმცა იძახიან არისო არ არისო და რა ვიცი. ერთი ვიცი რომ ტარი უდაბნო იმიტომ ქვია რომ ცოცხალი არსებები არ ცხოვრობენ და რა ვიცი და ეს მეფარება ეხლა თუ ბუჩქია და რაღაცა წერი რა თქმა უნდა იყოს. არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მომიტევეთ მეგობრებო, ეხლა ზუსტად ვერ გეტყვით ამას, მაგრამ ეს კი ვიცით რომ არ უდაბნოში ვიმყოფებით. ეხლა აბა ზოგიერთ ასოციაცია მოძით მყარი ზღვა, მყარი ზღვა ეს იერუსალიმშია, სადაც სოდომ გომორი განადგურდა. აიქ ხო, იქაც ვარ დამყოფი და იქ მართლა ქვიშაა და ოკეანე, მაგრამ სიცხით და დისკომფორტით ეს უდაბნო დღემდე არის პირველ ადგილას.
თუმცა რა მყარია ნახეთ ბოძები ელექტროისინი მიდის ეთყობა იმ ქარხნებში და იმებში ხო ჭირდებათ მაინც ადამიანის ხელი ეთყობა უდაბნოს დიდი ფულია და სადაც დიდი ფულია იქ რა თქმა უნდა ვიდაგიდებს კვარია თუ ცოცხალი ეხლა რო გაიგო რომ თვარეზე და იქით პრანტეზე უფრო მაგარი წიაღისეულია ადამიანი და კაცობრიობა თავისთავად მოვა დრო და ალბათ იქაც ავლენ და იქაც დაიწყებენ წიაღისეულის წარმოებას. ნუ ასეა თუ ისე ჩვენ როგორც ცხოველი და როგორც მუშაკები ამ სიმდიდრეში ტრიალებთ ხარო ჩვენ არ გვეკუთვნის ეს სიმდიდრე, მაგრამ აი მე ადრეცა მაქვს ნათქვამი, იცით როგორი შეგრძნება მაქვს. აი წარმოიდგინეთ ტორტი, ხო, ტორტი და ტორტის ყველაზე კაი ნაჭრები, ზედა ნაჭრები მიაქვეს ისთვისაც არის ის ტორტი გაკეთებული, ან სიძე პატარძლისთვის, ან ვილარისთვის, ემე და ქვემოთა ნაწილები, აი მე თქვენ აღარ ქორწილებში ბავშვობაში იყავით და ქვემოთა ნაწილებს ჩვენ გვაძლევდნენ ხოლმე ბავშვი და აი ახლა აი ესეთი შეგრძნება მაქვს რა. დიდი ფული შემოსავალი და ეს ყველაფერი მაღალ ბობოლებს და ასე ვთქვათ წარმატებულ ხარ და ჩვენ კიდევ ძღოლებს პატარა გადმოგიგდებენ რაღაც შემოსავალს და პატარა ტორტის ქვემოთა ნაჭრები ჩვენ გჩება და ნუ რა სიზამ. ზოგს ასეა უმართლებს, ზოგს ისე უმართლებს, მაგრამ ესეც რო გვაქვს ამისთვისაც მადლობელი უნდა ვიყოთ. ესე იგი მივიდივართ ტორტის ქვემოთა ნაჭრის ასაღებად, ასე რომ ვთქვათ. და ქვემოთა ნაჭრი ძალიან გებრიელია რა. ჩემი ფანტაზიები. ეხლა სიცხე ხო არის, მაგრამ სიცხე რა არის, აი მე წინა ვიდეოშიც გახსოვთ ხო, ეხლა ჰიუსტონისკენ და იქით რო ვიყავით, იქ ტენიანობაა და ის ძალიან შემაწუხებელია, მაგრამ აქაც ეხლა სიცხე არის, მაგრამ ისეთი შემაწუხებელი არ არის. აი ხშირად მე მითხავს ხო, მიკითხავს ლას-ვეგასში და ასეთ ადგილებში რო ცხოვრობს ხალხი, იძახიან კი სიცხე არის, მაგრამ შრალი სიცხეა. და შრალი სიცხე უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე ის ტენიანი და წყლით გაჯერებული გარემო. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ და რაც სამართლიანობაზე და წესრიგზე ვილაპარაკოთ, დიდარი და ღარიბი სამწუხაროდ მაინც იქნება, წარმატებული და არაწარმატებული, იმიტომ რომ ტორტის ნაჭრიდან გამომდინარე, კარგი ნაჭერი ვიღაცას მაინც შეხვდება. ზოგმა ეხლა კომუნისტებს და სოციალისტებს უნდათ რომ ეს სამართლიანო ყოფილება გადანაწილება, მაგრამ ნუ არ გამოდის. ეს ცხოვრებამაც გვაჩვენა, ისტორიამაც გვაჩვენა. ჩვენ ეს რეალობა, რომელსაც ვერ გაიქცევი და თავარია ჩვენ რეალობაში ისე გავაკეთოთ, რომ არ დავზარალდეთ. ეხლა სხვათა შორის მემზადები ჩვენ გახსოვთ ხო ლიტერატურული განხილვებიც ხო გვაქვს ხოლმე და ერთი ჩემმა მეგობრმა მთხოვა რომ განვეხილა ჰერმან ჰესის წიგნი სითხარხა და მინდა რომ მოვემზადო, ეხლა ცოტა ხანში მაგასაც განვიხილავ და რატო ლაპარაკობ, იქ არის ასეთი ამბავი რომ ეს სითხარხა უპირისპირდება, კი არ უპირისპირდება, ნუ ეკამათება კი არა, რომ რაღაც ბუდა იქ არის ბუდა, მოგეხსენებათ ბუდა აღმოსავლეთში სრულყოფილების ნიშანია და ის იძახის რომ სითხარხა ეუბნება ბუდას რომ შენო კიო აღწერო ამ სრულყოფილების სიტუაციასო და მაგრამო შენო არ ამბობო იმასო რომ როგორ გადაჭეს ადამიანიო რა და მან მიდის ასეთი კამათია და ბუდა ეთანხმება, კი მე შეიძლება ბოლომდე არ ვამბობო ახს, მაგრამ მე ვცდილობ რომ ადამიანებსო ეს გაუადვილო ცხოვრებაო რა და ეს არისო ჩემი ფილოსოფიაო. განცდები ხო? ეხლა მე უფრო გავშიფრა, მე რომ განვიხილავთ ამ წიგნს და აი მანდ მიდის დავა რა. ეხლა იზეუნება, ამიტომ მე შენ იმაშიო ბევრ ხარვეზებს ნახულობ. და ეხლა საიდან გამახსენდა ესა? აქაც იგივეა რა, ეხლა
დიდარიც იქნება ადამიანებისაც უფრო მეტი შემოსავალი იქნება, იქნება უფრო ნაკლები შემოსავალი იქნება, მაგრამ ეს არის რეალობა. ისევ და მას თუ თითქოს უნდათ ამის გათანაბრება, მაგრამ არ გამოდეს და ასე ვთქვათ დღესდღეობით კაცობრიობას სხვა სისტემა ვერ მოიგონეს და კაპიტალიზმში და ამ მიცემ მოღებაში და წაგება მოგებაში ისე უნდა მიუდგე, რომ არ იტანჯო, როგორც უფრო ნაკლებად იტანჯო ცოტა ესეც სიტყვა და ბუდას მაგას ამბობ, ჩემი სწავლება ემსახურება, რომ ადამიანები უფრო ნაკლებად იწვალონ და გავნონ ცხოვრება ისე, რომ არ დაზარალდნენ, ეგ არის და გადარჩენის გზასო მე არ ვამბობ. საკმაოდ საინტერესო წიგნია და ცოტა ხანში მაგასაც განვიხილავთ. ხო და ისე უბრუნდები რა. რეალობა მაგას არ ვიძახით, პრობლემები და დაბყოლებები ძალიან ბევრი იქნება. ამ დაბყოლებებისთვის და პრობლემებისთვის ადამიანები უნდა ვიყოთ მზად. რომ უფრო შედარებით, უფრო ადვილად და ასე ვთქვათ, სულუხად გადავიტანოთ ის მიმდინარე პრობლემები. ეხლა დავიბოღმოთ, რომ იმას ბევრი ფული აქვს და იმას ტორტის დიდი ნაჭერი შეხვდა, კაი ნაჭერი შეხვდა და მე რატო შეხვდა ცოტა ნაჭერი. ყველათ უბრალოდ ენერგიის დახარჯვაა და ისე ბუდას თეორიიდან გამომდინარე მე აი ამას გაჩვევთო და ალბათ ჩვენც მაგას არ ვიძახით სულ ჩვენებურად. ეხლა რომელიმე ბუდა და რომელი ისე ვარ მე ყოველ შემთხვევაში ამას ვიძახი სიმშვიდით და სიწყნარით უნდა გადავლახო. თუ გამოგვივა, არ გამოგვივა და ეს არ იმას ანიშნავს, რომ მოვეშვა და დავიღოთ თავი. აი, აგერ კინიგზაც მოდის. ხო, იმ ადგილას მივიდივართ, სადაც ჩვენ ადრე მაქვს გადაღებული. ცოტა დრო მაქვს დარჩენილი, იმედი 2 საათამდე რომ მოვასრო და ეს მოსწრებაზე რო ვარ. მაგრამ ისე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ გვინდა სიმშვიდე, სიწყნარე და აი რაღაცას ეს აწარა ეს თეთრი რაღაცა. ნუ ყოველ შემთხვევაში მე ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს არის სასუქების რაღაცა მოამდა მე სასუქების სამზადებენ, ურევენ, არ ურევენ, ეხლა მაგნიტური ტექნოლოგია მე ნამდვილად არ ვიცი. სული შემოვიდა ეს ქიმიური რაღაცა არის მაინც ჯამთველობით ეს არის სასურველი. ეს რაღაც ქიმიური ცხვიში რომ მოდის ხოლმე ისეთი შეგრძნება მაქვს ეხლა ჩვენს ხარხანად მინდა აშკარად ეხლა ჯამთველობით ის რომ აქ მუშაობა კარგი არ იქნება ეს ფაქტია. ჯერ პლუს ეს სიცხე მე ესე ხო თავის იმას აკეთებს რაღაც ფილტრებში რომ შედის ეს ისე არა ასეა რეალობა მოცემულობა. თავარი ჩვენ მივიდეთ და მოვასროთ იქ. ჩვენი თვითის მიკროფონ ჩეკინგი რომ გავეკეთო. და სასუქები რა ახლო თემაა ჩვენთვის. აი ხა ეს ქახნები და აი ეს არის მაცხოვრებლები. ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ, ეს მუშები ცხოვრობენ ალბათ. ეს ძირითადად ნათინოსები არიან. კარგი დაცხოვრება. ცხოვრობენ ასეზე. რას ვამბობდე, სასუქები ისეთი ახლო თემაა ჩვენთვის. მე თქვენ იცით რომ მე სოფლის მეურნეობით ვარ დაკავებული და ჩვენი გლეხები წუწუნებიან ერთ წელიწადს ერთ სასუქი შემოდის, ხან გერმანული, მეორე წელს იტალიური, მესამე წელს პოლონური და ტვინი აქვს დარეული რა. ადრე იყო რომ შაბიამავს იხმარდნენ და ჩვენივად ერთი ყველა მიცოდა შაბიამანი უნდა გამოგეყედნენ და სასუქების ნაცვლად, მაგრამ ეხლა იმდენი რაღაცები, იმდენი არ არის გაიგე რა. თავისებური პრობლემაა. მაგაც სასუქების დამამზადებელი წარმოებაა. 10 წუთი დამჩა და არ ვიცი ხა თუ არ გამომაგდეს აქა თუ არ მიმიღეს ბოლოს მომგვიწევს აქ უდაბნოში სიარული და შეიძლება რაღაც საინტერესო რაღაცასაც აღმოაჩინოთ და აქედან ეხა მე ვერ წავალ. თუ ეხა დღეს არ მომწეს ეხა თვითონ მაშინ ვერ მომი
მიწევს დალოდება, მაგრამ იმედია მოასწრებს, იმედია მიგვიღებენ. აქ მეორე მომენტიც ამამდე ცოტა ლოგბუკლი არ ყოფილი საათები და შეიძლება გავჩერდეთ და გაჩერება ჯობდეს კიდევაც, მაგრამ ნახოთ. მოვასწრებთ თუ არ მოვასწრებთ. ხო არ გავითამაშოთ ვიქტორინა მეგობრებო. თვით მოგცემენ თუ არ მოგცემენ. მიგვიღებენ თუ არ მიგვიღებენ, თუ სულ რაღაც 10 წუთი მაქვს დარჩენილი. 12 საათზე იკეთება და 12 წუთია უკვე. 9 წუთი. ესე ადამიანებთან რა საინტერესო იქნება საუბარი, რაზე ფიქრობენ, როგორ ფიქრობენ, ვინც აქ აი ესეთ სახლებში ცხოვრობენ. აი ჯიპები გიყავთ. დაბლოს მაცხოვრებლები. გაზის ტრუბებიც არის, ეთქობა გასაც აწარმოებენ. ნუ ისეთი მიგდებული რაიონია, მაგრამ ფულიანი რო არის ფაქტია. ტრონა ქვია ამ დასახლებას, აი თუ რუკასთან ზიხართ, შეიძლება ნახოთ კიდევაც. მაშინ მახსოვს ეს პატარა მექსიკელი გოგო იყო, ისიც სიმპათიური. რაღაც ამერია მაშინ აქ უნდა ავიწონო. ნახოთ ჩვენ ახლა თავარია მოვასწრო და შეგვიშვან. აქ პატარა მაღაზიაც ქონიათ. ეს პრინციპი იცით ხო, ესე იგი რაც ესაც შეჩევდი ახლა არ ამერიოს მოდი ახლა მე მაშინაც მახსოვს ამერია გზა. აი ეს საწარმოა და ვორკ კეთილში ვარ და დაუჯერებ სერგებანე ტრონა ფეკილიტი. მაშინ აქედან გამოვედი, თუ აქ შევედი, არ მახსოვს. აი ეს არის ხო, აი შევარ. შერიფის ის ყოფილა ახლა რომ დამინა ხო, აი ეს არის რა. Sierras Valley Minerals, ტრონა ფეკილიტი. და ახლა მიმიღებენ, არ მიმიღებენ. იქნა შევიდე როგორც მახსოვს Sierras Valley Minerals. Security checking. მოდი აი ხა მე. გავჩერდები და შევამოწმებ. შეიძლება მივიდე. აი ხა გავჩერდე ტრაკ პარკინგით გაჩერდითო. მე ხა მივარ ისე ხო. იმედია მიმიღებენ. აი მე იქ სასწორზე უკვე მოვიწონო და აი ეს ინტერიანდები. გახსოვთ აქეთი რუსი ბიჭი რო იყო დიდი სამხედრო გამარჯვება მითხრა ეგ ადგილია რა. კარგი გავიცეთ ახლა. ჩედიო რაღაც იმიდიო რა დამიდექი ახაო იქ საპარ. ოკეი, ხოთაი. გაჩედიო ხოთაი. სულად გავჩედი და რა სიზავდე იქ საპა ისინია ბაჟანიკებიდან. წავედით ამ ხეს უშდიდი და წავედით ახლა გავაკეთოთ იმედია მიგვიღებენ. დამახურეს ქუდი და ტელეფონი და ასე რაღაცები მოხსენიო და ამიტომ ვერ გადავიღებ და მე რომ მოგიყვებით რა მოხდა. მიხდება თუ არ მიხდება? რავი, წინა ჩამოსვლაზე პრობლემა არ იყო და ეხლა მთელი შემოწმებები და ეს არის ეხლა ვიღაცა უნდა მოვიდეს, მიდიეს და წამიყვანოს, სადაც უნდა წამიყვანოს დასატვირთვად.
მაგრამ კატეგორიულად მითხეს ტელეფონი არ დავინახოთო და მეც ახლა ჩუმჩუმად ვიღებ მაინც პაპარაცული სული ხო იცი რო არის სვენებს რა და ჩამოსვლაზე ასეთი ისინი არ იყო შემოწმებები და ახლა უკვე სტრატეგიული თვითი გახდა მოვიწყდა და ისეთ გავიკეთოთ მაინც ხო იცი სადაური როგორ არის იქაური ქუდი დაიხურე სადაც მიხვალ და იქაური ქუდი იქაურ წესებს უნდა მიყვე არ მიყვები და აი ჩიჩას დაიჭე აი მოვიდა მანქანა და წამოვყევიო და სასწორიზე უნდა ავიწონოთ როგორც ამის ტელეფონზე და დავარიკო ეხლა ავიწონეთ და წავყივით ამას. არის თქვენ რუსთავის ქარხანაში ნამყოფი ხართ თუ არა დიდან ზესტაფონის ფედერაშნადო ქარხანაში კომუნიზმის შენებლობა რო იყო, მაშინ იმდენი ქარხნები იყო საქართველოში და ის გამახსენდა რა. მაშინ საბჭოთა კავშირი ეჯიბრებოდა ამერიკას, აწარმოოდა გავაცროთ ამერიკას, ასეთი ლოზუნგები იყო ხოლმე. ალბათ ეს ქარხანა მაშინაც იყო, მაშინ მეტრობები და ისინია მილები. შეგვამჩნიო რომ უღებთ ორამ გონი ისე იმ ადგილას მიდივართ მაშინ ვიყავით და გავაჩერებთ დამტკიცავე ოხად მეგობრებო ხო როგორ გძნობთ ეს ადგილას გნობ თავს ხალბატონებო განსაკუთრებით მუშა კაცის, ძღოლი კაცის ამბები რა. აი ხლა დავაყენებ ალბათ და დავაყენებინებ და დათვითან მაშინაც არ ქვიხავით ხო? ოკეი. მაგანეთ ახლა მწვანე ითება, მე წითელი, მაგრამ გამავთხილეს რომ არ გადახვიდეო. და დავждები და ვიყურები რა. ნუ ეთეთი დიდარი საწარმოა საერთოდ სადაც დიდი ფული კეთდება იქ. ასეთი მოუწესრიგებლობა, ნუ ახლა მოუწესრიგებლობა რა ეხა წიაღისეულია და მაშინ წინა ჩამოსვლაზე მახსოვს მივედი კიდევაც ეს თეთრი რაღაცა, ნუ სასუქებია რა. სამუშაო პროცესი, მეგობრებო, წვიმანები. რო ვიძახი ხოლმე რომ აჩვენებთ იმას, რაც არის, არც იქით, არც აქით. მეტი რა ვთქვა, ახლა როგორ ეროდება რომ აბა ახლა ისე და ისე წინა იმებიდან მახსოვს რომ ისე მიკავშირდები როგორ მოვიდეთ ამერიკაში, როგორ ჩამოვიდეთ არ ვიცი, მე ისე და ისე ვიძახე მეგობრებო. გასაგებია, ყველას უნდა ფინანსური მდგომარეობა გაიმჯობესოს, მაგრამ ჯერჯერობით მოითმინეთ. ამ ტრამპატრუმპას ისე აქვს საქმე, რომ ალბათ მოაშორებენ, შეიძლება თანამდებობიდანაც, იმპიჩმენტი მიდის საქმე და კონგრესმა აუგზავნა ბევრი რაღაცები, ომის დაწყება, ის დაწყება რაღაცები და ალბათ ის კანონები და ის რაღაც დაფხულებები, რაც არის ახლა რაც ფაქტურად ტრამპა რა გააკეთა ფაქტურად აი ყველაფერი ამოაგდო კრიტიკულად გინდა შიდა ცხოვრება რა ვიცი აი საბოლოო ჯამში ძალიან ამოცანა კაცი არის ეხლა მოგეხსენებათ პრემიერი ვენსი დაუპირისპირდა რუბიო იმას წეგანას უთქი საერთაშორისო კანონებით ვისი წესები დაირღვა მსოფლიოში აქაც დაირღვა ნუ აბრაკადაბრა და ის
წესები და რაღაც კანონები, რომელიც წლების განმავლობაში მოქმედებდა ამერიკაში და მთელ მსოფლიოში, ფაქტობრივად ყველაფერი არეულია და ალბათ მოვა ძალა, რომელიც ამას ყველაფერს მოაწესრიგებს და იქიდან ისე აქედან გამომდინარე ვიძახი, რომ დაველოდოთ ასეა ცხოვრება და მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერი იცვლება და როგორ არის ეს ნათქვამი, ვინც მოითმეს, ის მოიგებსო და ეგ არის რა. ჩვენ კიდევ ვაჩვენოთ აკრაული პროცესები და ჩვენი არხი ხო ძირითადად მაინც უფრო ადამიანს ეხება და ადამიანის პროცესებზე არის უფრო გამახვილებელი ყურადღება. გარე სიტუაციები და გარემოებები მოქმედებს ადამიანზე, მაგრამ მაინც თავარია ადამიანი გაუმკლავდება, როგორ შეხვდება და როგორც წინა ვიდეოში რო თქვი, რომ ბუდა რას გვასწავლის, რომ მე ვეხმარებიო ადამიანებს, რომ ადვილად შეგრძნებები და ადვილად გადალახონო ცხოვრებაო და ჩვენც ახლა რომელი ბუდა მე ვარ და მეც შეიძლება და ჩვენ არა მარტო მე კი არ ვიძახებ თქვენთან ერთად მეგობრებო, მეგობრებო დისკუსიიდან გამომდინარე, ლაპარაკიდან გამომდინარე, საერთო ჯამში ისე გავაკეთოთ, რომ ვიცხოვროთ ლამაზად, კარგად და არ ვიზარალოთ. იმიტომ რომ სოფლიო ლამაზია, გემრიელია, ყველაფერი კარგია და ჩვენ ეს ერთმა ეს ყველაფერი იმისთვის შექმნა და იმისთვის არის, რომ ჩვენ ვისარგებლოთ და უბრალოდ ცოტა გონება დავტვირთოთ, ცოტა დავფიქრდეთ და ვიხაროთ ამ ცხოვრებით. მე უკვე დაგემშვიდობებით, მეგობრებო, მეტი რაღაც გაჩვენოთ, ახლა დავიტვირთები და წავა და დავიცი თუ რაღაცა საინტერესო იქნება და რაღაცა შემეცნები და აუცილებლად ჩავერთოთ. ყველას გისურვებთ ბედნიერება, სიხარულს და თავარია სიმშვიდე და შენ და მოიპოვე სული შენი. კარგით, აბა, იმედია შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.